მეგობრებო. დღეს გადავწყვიტე ამ ვიდეოში არ გამომეჩინა სახე, მაგრამ ნაწყენი ვარ თქვენზე, რადგან აქტივობა ნამდვილად არ არის. ძალიან ცუდი არის. 3 ნახვა, 4 ნახვა, 5 ნახვა. ზოგი კიდე ისე შვებით, რომ უყურებთ, მარტო უყურებთ და არც ლაიქებთ და არც კომენტარს მარტო ნახულობთ რა და თუ უყურებთ, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი. დღევანდელ ვიდეოში მე გასწავლით თუ როგორ ავიღოთ კურსზე Dual Katana. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ 2200 ლეველზე, ან უფრო მეტზე ასული და ტუშიტა და იამა უნდა გქონდეთ 350 მასტერზე აყრადული. როდესაც ორივე ხმას აიყვანთ, მათაც მაგახსოვებით როგორ ავიღოთ ეგ ხმებით. მას შემდეგ რაც ამ ორ ხმას 350 მასტერზე ავიყვანთ, მივდივართ Floating Turtle Milestone-ის უკან და აი ამ კაცს ველაპარაკებით. ანუ გაიხსნა უკვე. აი კურსზე Dual Katana-ს გაჩვენებთ ასევე ძალებს, აი ეს პირველი მივდივართ აი აქეთ და შევდივართ აი ამ კარებში. თუ ამ კაცს არ დაელაპარაკეთ, ეს არც გაიხსნება, დაკეტილი იქნება. და აქეთ არის ტუშიტა სკროლი, იქით არის იამა სკროლი და მოდი ტუშიტა სკროლით დავიწყოთ. ეხლა მე აღარ მიჩვენებს, რადგან უკვე აღებული მაქვს. ტუშიტა სკროლი, პირველი სკროლი არის Pain and Suffering. ესე ქვია და უნდა წახვიდეთ ნავსადგურებში. აი, ეხლა გაჩვენებთ. აი, ნახეთ. აი, მოდიხართ აი აქ. აწვევით. შემდეგ კიდე მეც. და აქ უნდა გიჩვენოთ Pardon Me. მე კიდე უნდა წახვიდეთ Floating Turtle-ის ნავსადგურში დაბლა. და იქაც ასე უნდა გააკეთოთ და Pardon Me და Hydra Island-ის ნავსადგურში და იქაც დაგიწერთ და Pardon Me. ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ, მე თქვენ მოგცემ ერთ-ერთ Alucard ფრაგმენტ. აი ასე ქვია. Alucard ფრაგმენტი. გაჩვენებთ მე მგონი თუ მის მე თუ ჩანახსოვს აი ერთი წუთით. აი ეს Alucard ფრაგმენტი. აი ამას მოგცემთ. შემდეგ უნდა წავიდეთ სიონში ტუშიტას სკოლთან ახლავე მივა. აქტივობა შევწყვეტ, იმიტომ რომ არც ლაიქები არ არის ბევრი და არც აღაფერი. და მაინც მე ძალიან ცოტა აქტივობა არის და რომ უფრო მეტმა გამოიწეროთ ჩემი არხი. მაშასე, მოვედით მანსიონში და წავიდეთ ახლა ისე იმ ადგილას. მეორეჯერ აღარ გვინდა იმ კაცთან ლაპარაკი, ეს ისევ გახსნილი არის და უნდა წავიდეთ. მეორე იქნება და თქვენ უნდა ესე იგი შეასრულოთ პირატების რეიდი. ანუ პირატების რეიდი იქნება აი რესტავრანტები შესვლების ხომიცით რა უნდა ელოდოთ და
თუ ნუ იმ სერვერზე არ იქნება გაცვალო სერვერი, აქ მოხვიდეთ და ისე მეორე მისიას დააჭიროთ და მაშინ უნდა მოაგვიოთ. ისე მოგცემთ hard fragments. შემდეგ ისე მოდიხართ აქ, უნდა წახვიდეთ და დაასპავნოთ soul reperi. soul reperi ალბათ როგორც იცით როგორც სპაუნდება და ბოუნები აგროთ რანდომ soul prize-ზე, მერე hello essence, ანუ რაღაც ცეცხლი უნდა გაანათოთ და soul reperi კი არ უნდა მოკლათ. თავი უნდა მოაკლევინოთ soul repers, მერე გასპავნებთ რაღაც ადგილას და ტორჩები უნდა გაანათოთ. ანუ ჩირაღდნები. ჩირაღდნას გაანათებ, იქ დაგისპავნდებიან ტიპები და ისინი უნდა მოკლა. უნდა ეცადო რა მოკლან იმათმა. ხო და მერე კიდევ ტორჩი კიდე და გახვალთ ტელეპორტში და მოჩება ტუშიტას სკროლი. მერე მოდიხართ აი აქ და ვიწყებთ იამას სკროლს. იამას სკროლი შედარებით ცოტა რთული არის და დაკვირვებით მომისმენთ, ვისაც ძალიან გაინტერესებთ და ვისაც ზოგადად გაინტერესებთ Kuset Dual Katanis, ანუ Crystal Katanis აღება Z მიწევნით. მაშას ესე იგი პირველი და მიხვიდეთ ერთ-ერთ ტიპთან, ან შეგიძლიათ ვინმე მეგობარი დაიხმაროთ, ანუ ვინმე ასეთი, ან მაგალითად აი ამ ტიპთან მიხვიდეთ და უნდა დააკლებინოთ HP, ანუ სიცოცხლე. უნდა ჩართოთ ასე ინსტინქტი და ცოტა გადაკლოთ. ხო და მე ეს რამოდენიმე უნდა გააკეთოთ. შეიძლება მოკლათ კიდე თავის მოკლევინეთ, მაგრამ ასე იქნება და მოგცემთ ისევ ალუკარ ფრაგმენტს. ნუ ეს პირველი მისია ადვილია, მაგრამ მეორე მისია რა შეიძლება. მოდივართ ისევ აი აქ. ცოტი. მოდივართ აქ, მივიღებთ მეორე მისიას და აი შემდეგ მიდიხართ ყველა მესამესში რა მაპიც არსებობს. რა ტიპებიც არიან დასპავნებული იმათთან და უნდა მოძებნოთ ვისაც ექნება, ანუ ინსტინქტივ ჩართოთ დასწავლადია, ხო ინსტინქტივს არ ექნება. ის ჩათავთ ყველა ტიპთან მიხვალთ და უნდა დააკვირდეთ მათ უნდა ქონდეთ ვარდისფრად მონიშნული წერტილები და ის ყველა უნდა მოკლათ. ანუ გამოგჩეს არც ერთი რა, ანუ ყველა მაპზე უნდა დაიაროთ. თუ არ გაჭრა, ესე იგი თავიდან მოგწევთ და ყველგან უნდა ისევ შეამოწმოთ ხელახლა. ამიტომ ძალიან საწვალებელი მაგიტომ არის რომ ხარით და შესასრულებელი ძნელად. აი მაგალითად ამას დააკვირდით, ეხლა არ აქვს იმიტომ რაც სამილია ინტერნეტში აღებული მაკუსები ვაკატან და მისებს ხო და ამას უნდა გქონდეს დახატებული ვარდისფერი ქვასავით რაღაც ესეთი მონიშნული. ანუ ამას ალბათ დაახლოებით დიდი ხანით დასჭირდება, მაგრამ ყველაფერს. შემდეგ მოვდივართ ისევ აი ამ ადგილას და მესამე მისიას ვასრულებ. მესამე მისია არის 2 წუთი გეძლევათ იმისთვის, რომ მოკლათ Big Mami. ხო იცით, ანუ Cake Queen. Cake Queen-ს მოკლავთ 2 წუთში, თუ 2 წუთზე მეტი გაგივიდათ მოყალი არ შეგეძლოთ. 2 წუთში თუ მოკლავთ, გადაგიყვანთ როგორც Soul Repers გადაგიყვანთ, კიდე სხვაგან გადაგიყვანთ და ტორჩები იქაც უნდა გაანათოთ და გახვიდეთ პორტალში. და შეგისრულდებათ ეს მისია. შემდეგ უკვე 6 ცალი ალკოატ ფრაგმენტი გექნებათ და ტუშიტას სკროლი და იამას სკროლი შესებული გექნებათ. მოხვალთ აი აქ და წკაპუნებთ, აი ეს ქვას ჩასმავთ აი ამ შუაში. აი ეს კარები იხსნება და უნდა მოკლათ ბოსი. აი აქ სპაუნდება ბოსი. ეხლა არ მიშევს შევიდეთ. და აქ ბოსს მოკლავთ, თქვენ უკვე ჩათვალეთ რომ გააქვთ Kuset Dual Katana. და კიდევ გავიმეორეთ მიწევს, ნახეთ რა ამაზია. ნახეთ. მოგემ ასე ლამაზია. და რამდენი ვიდეო დამთავრდა. კიდე შეგახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ანუ ძალიან ცუდი აქტივობებია, ძალიან. აი პირველი ვიდეოს უფრო დიდი აქტივობა ქონა, ვიდრე დანარჩენებს. და ამიტომ ასე არა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.